ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასე აფასებს საზმაოს ეთერში გულწასული მოზარდის დედა მომხდარს. თამარა კობიას თქმით, სიმღერის აკადემიასთან ურთიერთობა გაწყვიტა. ისინი საშიშები არიან არა მხოლოდ ჩემი შვილისთვის, არამედ მოზარდებისთვის, ვინც იქ სწავლობენ, ამბობს აკობია. მისი განცხადებით, მათ ბავშვებს აიძულეს მომხდარის მიუხედავად მაინც ემღერათ. თამარა კობია მომხდარზე სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნას არ გამორიცხავს. ოფიციალური პირები საქართველოსთან სავიზო დიალოგს საკმაოდ უშედეგოდ აფასებენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერს. ოფიციალური თბილისი კი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ოპტიმისტურადაა განწყობილი. საგარეო უწყების თქმით, აგრძელებენ მუშაობას ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკითხით პოლიტიკური მანიპულირება მათთვის მიუღებელია. მაგისტრალებსა და გზებზე დამონტაჟდება სპეციალური სასწორები, რომლითაც მძიმე სატვირთო მანქანებს აწონიან. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა. რევაზ სოხაძის თქმით, გზებზე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სატვირთო მანქანების გადატვირთული მოძრაობა. მას სასწორების დამონტაჟების ვადა არ დაუკონკრეტებია. უკრაინა რუსეთის დასაწვავად მოკავშირეებისგან $20 მილიარდ მოითხოვს. ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა პოლიტიკო. ყველა ხედავს, რომ რუსეთი იწვის და ჩვენ გვინდა, რომ ის კიდევ უფრო დაიწვას. ამისთვის ჩვენ დაფინანსება გვჭირდება, აცხადებს გამოცემასთან უკრაინის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანი ანონიმურად.